დღეს მეგობრებო უნდა დავამუღამოთ რას ნიშნავს მასკინგი. მასკინგი ეს არის, როდესაც ვიდეოდან ან კონკრეტული ფრეიმიდან რაღაც ობიექტს ამოვჭრით. ანუ ეს არის ჰაილაითი, კროპი, რაც გინდათ ის დაარქვით. პირველ რიგში ვირჩევთ აი ამ რაღაცას, რომელსაც ეწოდება pen tool-ი. დავაჭერთ, მაგალითად რომელიმე ის არის გვინდა რომ ამოვჭრათ, მაგალითად ეს წითელი. დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებლად მასკინგის დროს უნდა იყოს მონიშნული თვითონ ვიდეო თუ რაც გვია ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ამას ავირჩევთ და ეს არ არის მონიშნული, ნახეთ რა მოხდება. რაღაცა შეიქმნება მოკლედ, shape, რომელიც ადრე ვისწავლეთ. ამისთვის წავიდეთ უკან, პირველ რიგში ავირჩიოთ თვითონ ეს ლეიერი და აი მერე უკვე დავაჭიროთ ამას. რა ვშვებით ახლა? ცოტა მივაახლოვოთ და დავიწყოთ მონიშნა. გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა. მოსმენაზე მეტად, ახსნაზე მეტად და ყველაფერზე მეტად არის მნიშვნელოვანი პრაქტიკა. ასე რომ ამ დებილობა ვიდეოს მერე გახსენით თქვენც, გასერჩეთ ნებისმიერი RAW ან რამე ეგეთი და თქვენვე გაიმეორეთ. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. მოკლედ ამას რომ მონიშნოთ, მოხდება სასწაული და მოინიშნება. როგორც ხედავთ, ყველაფერი გაქრა, ეს ერთი რაღაც დარჩა. ნახეთ რა მოხდა ქვევით შეიქმნა ეგრეთ წოდებული მასკი. ამ მასკს რო ჩამოშლით, რაღაცები შეუძლია. მაგალითად ინვერტედ, ანუ შემოტრელებული. ამას რომ მონიშნოთ, ნახეთ რა მოხდება. სხვა ყველაფერი გაჩნდა ამის გარდა. ანუ შეიცვალა. ეს არის ყველაზე საბაზისო საფეხური მოკლედ მასკინგისი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე მარტივად არ არის საქმე. ზოგჯერ ვიდეოდან გვჭირდება ხოლმე რაღაცების ამოჭრა. ასე რომ განვიხილოთ როგორ ხდება უშუალოდ ვიდეოში მოძრავი ობიექტის ამოჭრა ესე. მასკინგი ანუ. აი მეგობრებო, მაგალითად გვაქვს ასეთი ვიდეო, საიდანაც გვინდა რომ ბევრი სამიზნეა რაღაცა და გვინდა რომ ერთი კონკრეტული სამიზნე ამოვჭრათ. ძალიან რთული ვიდეო ამირჩევია, მაგრამ ნახოთ, ვეცადოთ მაინც. მაგალითად გვინდა რომ აი ეს კონკრეტული მეორე სამიზნე ამოვჭრათ. მოვნიშნავთ ვიდეოს, ავირჩევთ ისევ pen tools და ესე მარტივად დავიწყებთ ამის მონიშნას. აქ, მე ესე. ხო, როგორც გითხარით, ყველაზე რთული ისავარჩიეთ. მაგრამ არა უშავს. თავარია რომ გავიგოთ საფუძველი რა არის მასკინგის. მაგრამ ნახეთ პრობლემა რაში არის, ეს კი მოვნიშნეთ და შეიცვალა, მაგრამ ვიდეოს როგორც კი დავაჭერთ, წავიდა. აღარ არის აქ. ამისთვის რას ვაკეთებთ? შევდივართ ქვევით მასკში და ვაჭერთ mask pass, ანუ მასკინგის გზა რაც არის მოკლედ. და დავიწყებთ frame, ანუ კადრებით ესე წვალებას. რამდენჯერაც გადავა მოკლედ ეს, იმდენჯერ უნდა გავაყოვოთ ჩვენი მასკინგიც. და ეგრე უაზროდ გაყვება. ეხლა რა თქმა უნდა, ბევრს არ ვიწვალებ ბოლომდე. იმიტომ რომ მეორე ვიდეოში, შემდეგ ვიდეოში დავამუღამებთ ავტომატურად როგორ აკეთებს ეს პროგრამა. დიახ, ანუ After Effects შეუძლია აი ამდენი წვალება გააკეთოს ავტომატურად. ნახეთ, ახლა უკვე მიყვება, რახან ჩვენ keyframe-ები გავაკეთეთ. მაგრამ არავინ არ წვალობს დიდ მიწაზე აი ამ გზით მოკლედ. უბრალოდ ჩვენი მიზანია რომ ვიცოდეთ რა შვება ეს. აქვე აგიხსნით რომ აი რა არის mask opacity, რაც უფრო დავაპატარავებთ, უფრო აღარ ჩანს და რაც უფრო გავზრდით, ეს გაიზრდება. ლოგიკური არის ყველაფერი აი ამ აპლიკაციაში მოკლედ. Feather რასაც შეეხება, ბუმბული, არ ვიცი, ან ნახეთ კიდეები რაც უფრო მეტი არის, უფრო ისეთი აღარ არის უხეში მასკი რა, ხოლო რაც უფრო ნოლი არის, უშუალოდ რა ხაზიც გავავლეთ ეგ არის. ასევე მასკინგით შეგვიძლია მესამე რაღაცის გაკეთებაც. ბარემ ვნახოთ. წავშალოთ ეს მასკი. მასკით შეგვიძლია ტრანზიშენი გავაკეთოთ და როგორ ნახეთ, მაგალითად გვაქვს ერთი ვიდეო და გვაქვს მეორე ვიდეოც. და როდესაც ერთი ვიდეო სრულდება, ინახეთ აი ესე ხო მიდის და გვერდიდან რომ შემოვიდეს მაგალითად მეორე ვიდეო უცებ. აი სადღაც, არ ვიცი, 3 წამის მერე. აი ამ რაღაცის მერე რომ დაიწყოს, ეს დებილობა არის. აი ამის მერე რომ დაიწყოს მეორე ვიდეო უკვე. მეორე ვიდეოც არის იგივე. ოღონდ უკვე სხვანაირი სასროლეთი არის. მაგრამ გვინდა რომ შემოვიდეს ეს ვიდეო ნელ-ნელა. ნახეთ რას ვაკეთებთ. ავირჩევთ masks ისევ, კი არა და pen tools და გავაკეთებთ ასეთ რაღაცას. და ქვევით mask-ში დავაჭიროთ mask pass. დაგვჭირდება ეს. მოკლედ შეგვიძლია ესეთი მასკი გავაკეთოთ და ნახეთ რა მოხდება. თავიდან მოდის ეს ვიდეო, ხო მოდის აქედან. მოდის. აი აქ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მასკინგი. ხარ დაგავიწყდეთ რომ mask pass-ი მონიშნული იყოს, ორი არაფერს არ გააკეთებს ის. კიდე წამოვიღოთ. მეტი აღარც არის ეს ვიდეო. ხო ეხლა საშინელება იყო, მაგრამ ორი წამი ესენი გადავაადგილოთ ესეთ პონჩში. მოვნიშნოთ და F9 და გავუკეთოთ ამას ასეთი რაღაცა. Position-ი და გავწიოთ. რატო ამას ეხლა ვენახოთ? და აქ რო იქნება, დავარესეტოთ ჩვენი position. ეს ორიც მოვნიშნოთ და F9 გავუკეთოთ ამათაც. და დაახლოებით ესეთი დებილობა რაღაც გამოვა. ხო, ანუ პრინციპს ხომ მივხვდით. ეგ იყო ყველაზე მთავარი. რა ვისწავლეთ დღეს? მასკინგი, რომელიც არის აქედან, უნდა გქონდეთ ეს მონიშნული, თუმცა მასკის მოძრაობა გვინდა. Mask pass-ი უნდა იყოს აქ მონიშნული და всё.